2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროში უწყებათა შორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. კომისიაში სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლებთან ერთად კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების, სხვა პოლიტიკური პარტიების, საარჩევნო ბლოკებისა და ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან. დღევანდელ სხდომას თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა მათ მიერ დაფიქსირებულ დარღვევებზე ისაუბრეს. ცესკოს თავმჯდომარე კი მათ ყველა საკითხის შესწავლას დაპირდა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მათ შორის ამ კომისიის სხდომის მეშვეობითაც პარტიები შეძლებენ საკუთარი ემოციები გვერდზე გადადონ და ჩვენ ჩავატაროთ ნამდვილად ღირსეული არჩევნები. ჩვენ გვაქვს ძალიან ვიწრო, მაგრამ მნიშვნელოვანი უფლებამოსილება. ეს არის ძალოვანი სტრუქტურები იცავდნენ საარჩევნო გარემოს, ხელს უწყობდნენ პარტიებს, რომ შვიდ გარემოში გაუწიონ ერთმანეთს კონკურენცია და ხალხს მიცენ არჩევანის თავისუფლება და საშუალება და არ იქნეს ადმინისტრაციული რესურსი გამოყენებული. ერთი ნაციონალურ მოძრაობამ დააყენა ამ მომრჩევლის მოსყიდვის საკითხი ქართული ოცნების მხრიდან, აგრეთვე ხელისუფლების მხრიდან ინსპირირებული პროვოკაციები მაჟორიტარული არჩევნების პარალელურად კანდიდატის შეხვედრებზე სხვადასხვა პროვოკატორები ცდილობენ ძალადობის პროვოცირებას. ეს საკითხები დავაყენეთ. არაერთხელ ყოფილა ასეთი განცხადებები 2015 წლის შუალედური არჩევნების შემდეგაც არჩევნების პერიოდშიც რეალურად კომისიამ ვერაფრის შეცვლა ვერ შეძლო მაშინ. არც ეხლა გვაქვს დილი მოლოდინები, რომ რაიმე პოზიტიურად შეიცვლება კომისიის მუშაობით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი აკისრია ამ კომისიას საარჩევნო პროცესებში, რომ ჩატარდეს არჩევნები, როგორც წინასაარჩევნო პერიოდი, ისე არჩევნების დღე შესაბამისად, კანონთან შესაბამისად. შეიძლება ითქვას, რომ წინასაარჩევნო პერიოდი საკმაოდ მშვიდად მიმდინარეობს და ამ ეტაპზე ძალიან მცირეა პრეტენზიები. ძირითადად სამ საკითხს უკავშირდება. სამივე პრეტენზია არის დაფიქსირებული ცესკოში და ჩვენს კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაცია იკვლევს ამ თემებს.